ბაზისუბნის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა მიიღეს. საჯარო რეესტრიდან ამონაწერი მათ კობა სუბელიანმა პირადად მიუტანა. ყოფილი 157 ბაგაბაღის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 31 ოჯახი ცხოვრობს. იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი ფართობი საკუთრებაში პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გადაეცათ. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართობი 22,000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდა. რეგიონებში დევნილთა განსახლების პროცესი 2011 წელსაც გაგრძელდება. აფხაზეთიდან დევნილი 10,000 ოჯახი უკვე მესაკუთრეა თბილისში. დღეს კიდევ 31 ოჯახს მივეცით საკუთრების მოწმობები. ეს პროცესი გრძელდება. მთლიანად რესპუბლიკაში თბილისიანად და თბილისის გარეთაც 22,000 ოჯახი აფხაზეთიდან დევნილი უკვე საკუთრების მოწმობის მქონე. უკვე ისინი მესაკუთრეები არიან. ყველაზე დიდი სიხარული არის დღევანდელი დღე. ჩვენ საკუთრებაში ვართ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა აფხაზეთში მალე დაბრუნებულიყავით, მაგრამ ეხლა იმით ვართ, რომ აუცილებლად ვიქნებით აქ, სანამ ვართ თბილისში.